Keris Saati. საქართველოში ალობა დაიწყო, ფაქტიურად რომ არა ცუდი ამინდები უკვე დამთავრებულიც უნდა იყოს, წელს რეკორდულ მოსავალს ელიან ხორბლისასაც და ქერის მოსავალსაც. პროგრამა ფერმერის საერთო ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი მოგესალმებით. 80,000 ჰექტარზე მეტია წელს დათესილი ხორბლის ნათესი, ქერის 40,000 ჰექტარზე მეტი. საერთოდ თავთავიანი კულტურების შეუფერხებლად აღების პროცესისთვის საჭიროა აი ასეთ დიდ ფართობზე დათესილი მოსავალი რომ აიღო, კარგი ამინდი, არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო მექანიზატორი, მუშაობს ინტენსიურად, მაგრამ ნახოთ რა მდგომარეობაა, საერთოდ საქართველოში არის პრობლემები თუ არა და უნდა ველოდოთ თუ არა ხორბლის იმდენ მოსავალს რომ ჩვენ აღარ შემოვიტანოთ ისეთი რაოდენობის ხორბალი, როგორიც შემოგქონდა და სანახევროდ მაინც დავაკმაყოფილოთ შიდა ბაზარი. როგორია მოსავალი, რას დაცესეს ჩვენმა ფერმერებმა და რას აკეთებს სოფლმეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრი, რომელიც მუშაობს ძირითადად ადგილობრივ ჯიშებზეც, ახალი სახეობის შემოტანაზეც და რა ეღირება კილოგრამი ხორბალი. გადაცემის სტუმარი გახლავთ სამეცნიერო ცენტრის მასოვანი კულტურების კვლევის ცენტრის უფროსი პროფესორი ცოტნე სამადაშვილი. ერთ მეტაფორას ვიხმარ, საქართველოს თავარი მეხორბლე. ბატონ ცოტნე, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ არა მარტო იმაზე ვისაუბრებთ, მე რადიო მსმენელებს მინდა ვთხოვ შეგვეხმიანონ, რა მდგომარეობა და რა პრობლემებია ალობაზე, ჩვენ ჩართვების გვექნება. არამედ იმაზე რა ხარისხის პური იყიდება დღეს საქართველოში და როგორ უნდა შევარჩიოთ ეს უშუალოდ უკავშირდება სწორედ აი ამ მოსავალს, თუნდაც იმას მაგალითად მე დღეს დილას მე შავი პურის მომხმარებელი გახლავართ, არა, გუშინ დილას ვიყიდე შავი პური, სხვა შორის რუსეთის ერთ-ერთ არხზე მირჩიეს, რომ როგორ უნდა შეარჩიოთ, პური შეღებილია თუ ნამდვილად შავია, წყალში ჩავაგდე და აღმოჩნდა ჭიქა შეიფერა და შემრჩა თეთრი პური. აი ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. ბატონ ცოტნე, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. რადიო მსმენელებს შევახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომრებს 240 91 92 92. ბატონ ცოტნე, მე როგორც ვიცი თქვენ ახლა შირაქიდან ჩამოხვედით, ხო? რა მდგომარეობაა? როგორც ვიცი, დაიწყება ალობა სიღნაღიდან, გადადის შირაქში, მე ისევ სიღნაღში და ქართლშიც ხო, ხომ არ მეშლება ეს ტრაექტორია. კარგისნებად, ნამდვილად ყველაფერი ისტორია, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. ერთი ძალიან საინტერესო და საყურადღებო უახლესი ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ თქვენს და თქვენს მსმენელებსაც. ახლახან საქართველოს რო ხორბლის ძირითადი წარმოშობის კერა არის ეს მთელი სოფლიოსათვის ცნობილია, ისიც ვიცით რომ ჩვენ ისევე ვეფერებით ხორბალს, ვას, როგორც ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს ეს გასაგებია, მაგრამ აი ეს ბოლო ინფორმაცია მაინც საყურადღებო არის და მე მინდა რომ მაყურებელმა მსმენელმა იცოდეს. ეს არის გერმანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სულ აი ახლახან ორი კვირა არც კი არის იმის შემდეგ რომ სოფლიოს პურის მომავალი ეკუთვნის ზანდურს. ზანდური ეს არის ჩვენი ენდემური სახეობა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმიდან მომდინარეობს. უძველესი სახეობა არის, ეს არის სახეობა, რომელიც არაფრით არასოდეს არ ავადდება და აი გერმანელი მეცნიერების აზრით, სწორედ ეს უნდა გახდეს სოფლიოს მომავალი პური. ეს შესავლისათვის. და ერთი წუთით მე მაინტერესებს, აი ეს ზანდური თვითონ სასელექციოდ გამოიყენებოდა ოდითგანვე? ოდითგანვე ჩვენც ვიყენებდით და მთელი მსოფლიო მუშაობს ზანდურზე.
მაგალითად იაპონიაში ზანდურის გამოყენებით მიღებული არის 16-მდე ჯიში, რომელსაც მსოფლიო სელექციის შედევრებს უწოდებენ. ეს ცნობილი იყო, მაგრამ ის რომ თანამედროვე გერმანელმა მეცნიერებმა აღიარეს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ქართულ ღობას და მით უმეტეს კიდევ ზანდურს, რომელსაც საეჭვო არაფერი არ არის, რომ სწორედ აქ ჩვენს წიაღში წარმოიშვათ, თორე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ძვირფასეულობა გაგვაჩნია, ყველაფერს გვეცილებიან, ყველაფერი უნდათ რომ წაიღონ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენ არ ვეცილების, მაგრამ პირამიდები ჩვენია შედებული. და აი, გერმანელებმა კიდევ ერთხელ დაგვისაბუთეს, რომ ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ ისტორიულად და კიდევ ბევრ რამეს შევძლებთ ალბათ. ბადანცოდნე მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ როცა გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოებამ ბატონმა დიტელ მიულერმა, რომელსაც საქართველოს არანორმალურად უყვარდა გერმანელი ფერმერები ჩამოიყვანა, მათ სხვათა შორის უთხრეს ფერმერებს შირაკში, რომ ზრალად ხნა დააბრუნეთო აქ და ნუ აბრუნებთ ღრმადო და აი მათ წაიღეს იცით და თქვენს რომ თქვენ ასეთი ჯერ არ უნდა გშიოდეთ ასეთი მიწის და ასეთი ხორბლების პატრონებსო და ეს გამიმეორა შარშან უკრაინელმა არაჩვეულმა გენეტიკოსმა თქვენმა კოლეგამ მე გითხარით ხო წინა გადაცემაში რომელმაც აბაშის და სამეგრელო იმერეთის საზღვარზე მოიყვანეს ფანტასტიკური მოსავალი რატო გშიად რატო შემოგაქვთ ამდენი ხორბალი ხალხო რასაკეთებთ რატო არ უვლით ამას ყველაფერს უკაცრავად შეგაწყვეტინეთ ახლა ისე დაუბრუნდეთ მართლაც ასე არა იგიზის პროექტი მუშავდება რომელიც იქაც გერმანელი ჰანს ზღვარი აღარ სამ ფერმერია რომელიც უყვარს და მუშაობენ მილიონერი ფერმერები მე სწორედ მათ დაასაბუთეს სწორედ რომ სოფლიოში ისეთი მიწა თავისი ქიმიური შემადგენლობა როგორიც მაგალითად შირაკში არის არ არსებობს მსოფლიოში 40 სანტიმეტრზე ჰუმუსი აღმოაჩინეს იმათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა ეხლა ჩვენ როგორ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას ეხლა აი ამ წუთისათვის ხა თქვენ ბრძანეთ 80,000 გექტარი არისო დათესილიო ნუ რაღაცა ნუ დაახლოებით რეკორდული მოსავალეა არა ფართობი რამდენადაც მე ვიცი მგონი 100-მდე უნდა 100,000-მდე უნდა იყოს ეხლა მე ერთ პრობლემას შევეხები ხა არის თუ არა საკმარისი და ეს არის მაქსიმუმი თუ ჩვენ შეგვიძლია კიდევ გავზარდოთ ისე უმტკივნეულოთ რომ სხვა კულტურებს რაიმე ზიანი არ მივაყენოთ ჩემი აზრით როგორც სპეციალისტ როგორც ქართველს როგორც პატრიოტს და იმას მიმაჩნია რომ საქართველოში ხორბალი უნდა მოდიოდეს დაახლოებით 220-დან 250,000 გექტრამდე ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და აი ეს 250,000 გექტარი იმ ტექნოლოგიით რომელსაც ჩვენ დღეისათვის ვიყენებთ სრულიად შესაძლებელია რომ მივიღოთ 3 ტონანახევარი საშუალო მოსავალი რაც საშუალებას მოგცემს რომ დავამზადოთ წელიწადში 600,000 ტონა ხორბლის მარცვალი რომელიც გამოიყენება იმისათვის რომ მივირთვათ ჭამოთ და ეს იქნება დაახლოებით 8 თვის 9 თვის მარაგი რომელიც ჩვენ ძალიან დიდ უპირატესობას მოგცემს იმიტომ რომ ამერიკაზე მდიდარი ქვეყანა და ძლიერი მე მგონი არავინ არ არის და ამერიკაც კი ფიქრობს რომ მარცვალი გქონდეს მას იმ რაოდენობით რომლითაც საშუალება იქნება რომ თავის ხალხიც უზრუნველყოს და სხვაც ხელში ყავდეს კარგად გამოჭერილი რომ მართოს ისინი და ჩვენ ამ შესაძლებლობის ხალხს რომელსაც სადაც გაიხედავთ ყველგან არის დაუთესავი ფართობები ხო ძალიან ასვენი მიწები გვაქვს არაჩვეულებრივი ეს ხომ 100%-იანი მექანიზაცია ამის საშუალება ნამდვილად ჩვენ გვაქვს. ეხლა დღევანდელი მდგომარეობა როგორი არის? აი რა საწესლე მასალა, რა პრობლემები გვაქვს? ძალიან ჯერ აი ამ პრობლემაზე გესაუბრებთ რაც ყველაზე მეტად ამ წუთში გვიჭირს რომ დღეს ამიდება კლიმატურმა ცვლილებებმა ძალიან ბევრ ქვეყანაში ზოგიდან კარგად წაიყვანა სოფლმეურნეობის საქმე, ზოგან გაუარეს და ჩვენთან ეს ბოლო წლები საშინლად ცუდად შეიცვალა რომ ასეთი წვიმები არასოდეს აი 50-60 წელიწადში ერთხელაც კი არ ყოფილა ივლისი ასეთი წვიმიანი. საერთოდ ასე არის მიღებული რომ ხორბალი რომ შემოდის 10 დღე არის მაქსიმუმი. 10 დღეში მისი მოსავალი უნდა დაბინავდეს. 10 დღეს რაც გადაცდება, მე უკვე იქ დანაკარგი ორჯერ სამჯერ იზრდება. წელს ჩვენ რა გვაქვს? 10 დღე კი არა, დაახლოებით 15-20 დღე დავაგვიანეთ იმის გამო, რომ საერთოდ ვერ გავედით მინდორში და ახლა რომ
ნავდივართ, კიდევ ხელშემშლელი ფაქტორები გვიჩნდება, ისეთი რომ ფაქტიურად 10 დღეში კი არა შეიძლება ერთ თვეშიდაც ვერ მოვცეთ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ რაც მოსავალს ვიწევთ, იმისი დაახლოებით 60% დაიკარგება. აგერ ფაქტს გეტყვით რომ დღესდღეობით ესეთი მდგომარეობა არის რომ ეს რაც 3 დღის განმავლობაში მთლიანად გაჩერებული იყო, მე რაც ვიყავი აგერ დედოფლის წყაროში, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, 3 დღის განმავლობაში არც ერთი კომბაინი არ გასულა, იმის გამო რომ წვიმები იყო. მე როდესაც ჩავედი მე თელავში, ხო? თელავში პირდაპირ მითხრა მექანიზაციის ხელმძღვანელმა, რომ აი 2-3 დღეში თუ იქნება საშუალება რომ მოგვაწდიან კომბაინებს, იმიტომ რომ ყველა რაიონს არ აქვს ეს ერთ ადგილას რომ მორჩება მერე გადადის მეორე ადგილზე და ასე შემდეგ. თუ 2 დღეში არ მოვიდა ეს კომბაინები ჩვენთან, მერე აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ისი არის უკვე ამ წვიმებისგან დაზიანებული, რომ მერე უკვე აღებასაც აზრი არ აქვს. აი ასეთი ხელშემშლელი ფაქტორები რა კი არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა რაღაცნაირად გავატაროთ ღონისძიებები. ძალიან კარგია, რომ სოფლმეურნეობის სამინისტრომ სულ ახლახან გააგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და რამდენადაც ვიცი 20 ტრაქტორი, 20 კომბაინი შემოვა და ეს იქნება უზარმაზარი დახმარება ჩვენი გლეხობისათვის, რომ ის 20 კომბაინი ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებს დამატებით, რომელიც შემოვა. თორე ისე ჩვენი კომბაინებით მაგალითად ვეღარ მოვერევით. მაშინდელი დიახაი, მაშინდელი რაოდენობა მექანიზატორში მაგალითად არაჩვეულებრივი ტექნიკა. კი, არაჩვეულებრივი ტექნიკა ყველაფერი ეს, მაგრამ ეს გაანგარიშებული იყო მაინც იმ ფართობებზე, როგორც იყო 50000 გექტარი, 40000 გექტარი. დაუშვათ 80-მდე, 50-დან 80-მდე რო გაიზარდა და მე გითხარით რომ 100-ია თქო, ხორბლის ფართობი რო გაიზარდა, ამასთანავე გაიზარდა ქერის ფართობიც. ქერი, ხორბალი, შვია, ეს ყველაფერი მართლაც ერთდროულად არის ეს ასაღებება. შვიად შემოსული არის. ფერმერები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ შვია კიდევ უფრო ჩაწოლადი არის, ჩაწვა, იმაზე უფრო მეტად მოქმედებს ეს ტენიანობა და ეს ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. მე არ გვაქვს სასაწყობო მეურნეობები, რომელთაც თქვათ მაგალითად აიღებს შეიტან და მე საშუალება გექნება რომ გაანიაო ელევატორები ამუშაო და ასე შემდეგ. რამდენი ელევატორი მუშაობს დღეს? რა ვიცი, რამდენი უნდა მუშაობდეს? ალბათ არც ერთი არ მუშაობს დღეისათვის. თუ არა და შეიძლება ზონაში მუშაობდეს 1-2 და 2 კი არა, ყველა ფერმერს რომელსაც კი თქვათ მაგალითად 10 და 15 გექტარი აქვს, უკვე მას ჭირდება იმისაც რომ გაანიაოს. ვერ არ მიდის იმ კონდიციამდე თესლი, რომ 14%-ზე, 16%-ზე იყოს შიგნით ტენიანობა და როცა 18 და 20%-ია, ამ დროს ძალიან ძნელი არის რომ მისი შენახვა მოხდეს და რომ ეგეც არა დასაყრელიც არა აქვს ძალიან ბევრ ფერმერს და როცა ამას დაყრით თქვენ და ასეთი მაღალი ტენიანობა არის, შეიძლება 2-3 დღის მერე რომ მოხდეთ, სულთლიანად გაშავებული დახვდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერმერმა რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავა, ყველაფერი დაკარგა. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება, რომ აი რაც სოფლმეურნეობის სამინისტრომ გააკეთა ეს ძალიან კარგი იქნება, რომ სასტრაფოდ შემოვიდეს ეს დამატებითი 20 კომბაინი, რომელიც ალბათ ერთ კვირაში მაინც რომ მოხდეს, რომ მთელი კახეთის მინდვრებიდან აღებული იქნას ეს მარცვლის მოსავალი. რაც შეიძლება სწრაფად ყველა კულტურა, აი რომელიც არ უნდა იყოს ღლა, შვია, ხორბალი, ქერი, ესენი ყველა ჭვავი სხვათა შორის ატომღაც ამ ბოლო დროს წარმოებამ აი პურკომბინატებმა და ემან ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია ძალიან კარგი ჭვავის პური შესანიშნავია. კი ბატონო, ძალიან კარგი შვიის პურიცაც ახლა კარგად მიირთმევენ ჩვენი ხალხი და ამიტომ რა კი კარგად მიირთმევენ, მოთხოვნილება რო იზრდება დაინტერესდნენ, მაგრამ ეს ჭვავიც დაემატა, ქერიც შვიაც დაემატა, ქერიც დაემატა და ამიტომ ის ტრანსპორტი, რომელიც ჩვენ ათქამდე გქონდა, ხო, ის აღარ ყოფნის ახლა და საკმარისი არის მისი დამატება. ხა კომბაინები შეძენა ძალიან რთულია 120-150 ღირს, მაგრამ რაღაცნაირად აი უნდა მოხერხდეს ისა, რომ რაღაც სუბსიდირებით კიდევ შევიძინოთ ის, რომ მომავალი წლისათვის მაინც გქონდეს გამართული ტექნიკა იმისათვის, რომ ჩვენ ვამუშაოთ და შევძლოთ მათი გამოყენება უფრო ეფექტურად. გავაგრძელოთ ამ თემას საუბარი. ახლა მინდა თვითონ ბატონ დავით ჯანიკაშვილი გვერდება ეთერში, სიგნალის გამგებელი, თვითონაც ფერმერი გახლავთ. მოდით მოусმინოთ ბატონ დავითს, აი რა პრობლემები აქვს თვითონ ფერმერებს. ბატონ დავით, მოგესალმებით.
გამარჯობა თმოგსალმებით. ბატონ დავით, აბა რა მდგომარეობაა თქვენთან ბატონ ცოტნე სამადაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი მე გითხარით და თქვენს პრობლემებზე ბატონმა ცოტნემ ისაუბრა წვიმებთან დაკავშირებით, ტექნიკასთან დაკავშირებით. აი თქვენ რა მდგომარეობა ახლა თქვენთან როგორ მიდის მარცვლეული რაიონში 25,000 ჰექტარი იყო დათესილი საშემოდგომო თავთავიანი კულტურები. ეს ციფრი ბოლო თითქმის 30 წელია, 25 წელია ამდენ ფაქტს განლაგებული არ ყოფილა. გასულ წელს იყო კარგი მოსავალი და იმის გამო დაითესა ამდენ ფაქტებზე. ხორბალი, ქერი, ჭვავი და აი რა სახეობები გაქვთ მართლობა? ძირითადად 80% ხორბალი არის აქედან, დაახლოებით 20% ქერი არის. ჩვენი რაიონი გეოგრაფიულად არის ზედა ზონა და ქვედა ზონა. ორი კვირით ადრე იწყება ქვედა ზონაში მოსავლის აღება, დაახლოებით ორი კვირით ადრე. ჩვენ ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ტექნიკა გადავაადგილოთ. ფაქტობრივად 30 კომბაინი ერთეული მუშაობდა ჩვენს რაიონში შეპს მექანიზატორის, ალბათ 60 ერთეული ადგილ კერძო კომბაინები, მაგრამ კერძო კომბაინები ძირითადად მოძველებულია და 70% ალბათ მოსავლის მაინც შეპს მექანიზატორმა აიღო. მეტად რომ კერძო ტექნიკა იყო შედარებით იაფი. შეპს მექანიზატორის 90 ლარი და კერძო ტექნიკაზე და დაახლოებით 60 ლარი. მაგრამ წინა ქვედა ზონაზე თითქმის 95% მოსავალი აღებული არის. არჩენილი არის ძალიან მცირე ფართობი. ზედა ზონაში აღებული არის 50%. ამჟამად ვიდინაროთ მოსავლის აღება. თვითონვე ახლა ვიღებ მოსავალს. ამიდები როგორია ბატონო? ტექნიკა პრობლემა როგორ არის იცი? აბა როგორ არის ტექნიკა? ყოველთვის ალობა გრძელდებოდა ერთი თვე მაინც ჩვენთან. მაგრამ იყო კოლმეურნეობა, რომელსაც საკუთარი ტექნიკა ყავდა, 7-10 ერთეული და იღებდნენ ერთ თვის განმავლობაში და რადგან ეს მიწები დანაწევრებული არის, უყურეს უნდა რომ ერთ დღეს აიღოს მოსავალი. ეს პრობლემა არ ხერხდება და ამიტომა უკმაყოფილება. ნუ ერთ დღეში ვერ იღებენ მოსავალს. ის ტექნიკა რაც არის, მაგალითად მექანიზატორი შესანიშნავი მაღალი კლასის ტექნიკა იყო შემოყვანილი. როგორია აი ცვეთის მომენტი აქვს თუ არის ამორტიზაციობა და გაუვიდა ჩასანაცვლებელი? ეს ტექნიკა არსებულთან შედარებით ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გლასის. თუ იღებს კომბაინი დღეში 8-10 ჰექტარს, ეს იღებს 15-დან 20 ჰექტარამდე, როგორია? იმის დამიხსენეთ. ანუ ძირითადად მაინც მოთხოვნილება არის ახალ ტექნიკაზე. პრობლემა არ არის ტექნიკა, ალბათ და მაქსიმუმ 10 დღეში მოსავლის აღება დამთავრდება. გაჭიანურდა და იმის გამო წვიმა გააჭიანურდა, ფაქტობრივად ბოლო დროს მოსული აიყო რომელმაც ერთ კვირით შეაფერხა მოსა და ამ დროს ხარისხის დაეკარგა ხორბა სამწვივით. აი ჩაირეცხა თემოგვარა ფაქტურად წონას დააკლა მოსავალს. ბაბარა, იცით რა, აი შენახვის პრობლემები თუ გაქვთ თქვენ, როგორც თქვენს ფერმერებს? ეს პრობლემა ვისაც ბევრი მიწა აქვს, სიტყვაზე 50 ჰექტარზე მეტი, იმასაც პრობლემა აქვს, ამ წლების განმავლობაში მოიწევს, მაგრამ პატარა ფერმერებს 10-15-20 ჰექტარამდე თავისთავად სასწავლო მეურნეობა ბევრს არ აქვს და ჭირი შენახვა. მოჭირს ხო ძალიან. ან ზოგი ქირაობს. ზოგი სახში ინახავს და ასე. საერთო ჯამში რა ეღირება ხორბალი კილოგრამი ახლა ღირს? ამჟამად ღირს 36 თეთრი კომბაინი და ნაკვეთიდან რომ გაგედო ღირს 36 თეთრი. და ურჩევნიათ ხელი დაიცალონ, ხო? იმიტომ რომ შენახვის პრობლემას. ზოგიერთი ტირის იმის გამო რომ ფაქტობრივად კომბაინში გადასახდელია ფული, მანქანებში გადასახდელია, აი თან სასარგებლო მოიხსნას მიწა, ხო? ფული ჭირდება ამას პირის დანარჩენს ყველა აჩერებს ინახავს. თუ მონაცემიანი ხორბალი არის, მონაცემები აქვს. ამ შემთხვევაში 40-51 თეთრის. აი რასათესლე მასალა გქონდათ? თქვენ გქონდათ პრობლემა და რომელი გირჩევნიათ დათესოთ? სტიქიურად ითესება სათესლე მასალა. ის დაახლოებით 30% არჩევს თესლს, ამ კონდიციურ თესლს კიდევს, დაახლოებით ალბათ 70-60% რას თესლს თვითონაც არის. ხორბალია და არის. ეს პრობლემაა და იმის გამო რომ სათესლე მასალა რაც ნორმალურია, ფაქტობრივად ჯვირიღის, ლარამდეღის კარგი თესლი და ჩვეულებრივი ხორბალი 40-50 თესლი და ბევრი თესლი ჩვეულებრივი, მაგრამ წეს შესანიშნავი ამიდური პირობები იყო და მოსალიონობა ზოგადად მაღალია. საშუალოდ ალბათ 3 ტონა ხერხად ფიქსდება რაიონში. ზოგიერთ ნავკეთებზე 5-6 ტონას მიაღწია მოსავალმა.
ბატონ დავით, მე მაინტერესებს, აი წითელ დოლს თუ თესავ დოლის ხორბალს ვინმე. წითელ დოლს არავინ არ თესავ. დოლს საერთოდ არ თესავენ, არც ისე ოჯახისთვის, მე მითხრეს კახეთში ფერმერებმა შირაქში, რომ ოჯახისთვის თესავთო. ოჯახი ფაქტურად იშვიათი ხმარობს, იშვიათი აწყობს პულს. აღარ აწყობენ სამწუხაროდ. აღარავინ აღარ აწყობს ხედავთ. და სოფლები ახალგაზრდობა წასული არის, ოფიცებს აღარ შეუძლიათ და იშვიათი თუ აწყობს ახში. აი რაც ისა და ერთის ბატონ დავით მე მინდოდა ერთი მე თქვა ქარსაფარი ზოლები თუ არის თქვენთან ქარსაფარი ზოლები ძალიან ცუდად არის ჩვენ ქარები ძირითადად იცის ივრის ზეგანზე ზედაზეგანზე ფაქტიურად არც ერთი ქარსაფარი ზოლი აღარ არსებობს იყო ყველა ნაკვეთს ქონა თავის ქარსაფარი ზოლი და ამიტომაც იყო მე წერს მაგალითად მოსავალი დამექარა და ვერ მივიღე იმიტომ რომ 2 ტონა 9 ვერ მივიღე ქარი იყო გაზაფხულზე ქარემო დაქარა ნაკვეთები დაზიანდა და აი ქარსაფარი ზოლები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. თქვენი აზრი მაინტერესებს ბატონ დავით, ხომ რანაირად შეიძლება მისი რეაბილიტაცია და კიდევ ერთი აი გადაწვის ტექნოლოგიები როა მოსავლის აღების მერე. მე შარშან გავაშენე ჰექტარ ნახევარი ქარსაფარი ზოლი. ანუ დამეხმარა რომელიღაც არასამთავრობო 75% დაფინანსება იმათი იყო, 25% ჩემი იყო. გავაშენე დასავლეთ მხრიდან ნაკვეთთან საიდანაც ქარი იცის, მაგრამ აღმოჩნდა რომ თან მოვწყე კიდეც გაიხარა, აკაცია იყო ძირითადად. მაგრამ იმის გამო რომ ვიღაცამ ცეცხლი ჩაავდო თავის ნაკვეთში, ეს ცეცხლი წამოვიდა მე ჩემ ნაკვეთში გადმოვიდა ის ქარსაფარი ზოლი დაიწყო. აი ეს უნდა იყოს სიმკაცრე ამაზე. აი ეს არის იმის საშუალება რომ სახანძრო იმუშაოს მაგალითად ეს გადაწვის პროცესი. სახანძრო მუშაობს, კი, წერის შტაბი იყო შექმნილი, რაიონში ორადგილას განლაგებული იყო 4-4 სახანძრო მანქანა, წერის ფაქტურას არ ყოფილა ხანძრის შემთხვევა არც ერთი არ ყოფილა. აი ახლა მოსავლეს რო აიღებენ, მე გადაწვავენ მინდორს ალბათ რა ქნან ეს. გერმანიასაც თვითონ 10 წელი დაჭირდა თურმე რომ ეს პროცესი შეეჩერებინა. ну ფაქტურად თუ ზოგიერთი თუ წვავს ის მაინც უნდა კეთებდეს რომ ნაკვეთს უნდა შემოუხნას. აი ეგ არის 4 მეტრის სიგანეზე უნდა შემოეხნას ერთი მხრიდან და მეორე. ნაკვეთი თუ დიდი ნაკვეთი არის 9 არის 50 ჰექტარი ერთი ნაკვეთი უნდა დაიყოს 20 ჰექტარად პატარა ნაკვეთი. ხუნები გაკეთეს ისე რომ დაახლოებით 3 მეტრაზე მაინც გაკეთეს თუ ცეცხლი აღარ გადავიდეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო წარმატებებს გისურვებთ არა მარტო ამ თავთავიანი კულტურების ამ წინ რთველი გვაქვს ხო და თქვენებურ ყურძენზე ღვინოს არჯერი არ ჯობია კარგად ზანდებოდე დიდი მადლობა თვერში დაპატიჟებული ზანდები სარგებლობ დაპატიჟები დიდი მადლობა ჩემს ოჯახში გაპატიჟებით თვერზე დიდი მადლობა ვისარგებლებ ამ პატიჟებით მე ჩემი მშობლიური კუთხეა ძალიან მიყვარს იქაურობა ვამაყობ რომ ეს ჩემი ერთგული გონიერი სამეფო გვარდია ქის ჩვენი ბოლო მოსავალი არის თველი კარგი დიდი მადლობა ბოლო მოსავალი მადლობა კარგად ზანდებოდეთ კარგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი თვითონაც ფერმერი ბატონ დავით ჯანიკაშვილი გვერდებოდა მე წარმატებას უსურვებ ყველას აბსოლუტურად ეხლა ქართლში მესხეთში დაიწყება ალბათ პერმანენტულად მესხეთში მწვიმები არ არის მესხეთშიც არის სამწუხაროდ სულ წვიმაში ვიმუშავებ წლევანდელი წელიწადი მთელი წელიწადია წვიმაში ვიმუშავოთ როგორ იცით რომ აი წვიმა მოგდევს უკანიდან ჩვენ გავრბივართ აი ასეთი რეჟიმით ვმუშაობ მთელი წელიწადია ახლა ვისაუბროთ იმაზე რაც აი სათესლე მასალა ძალიან კარგია ეს სამი პრობლემა უზარმაზარი პრობლემა რომელიც ბატონმა დავითმა ჩვენან გითხრა და აი ამ საკითხში ყველაზე მთავარი მე მიმაჩნია რომ არის თვითონ ფერმერი მან უნდა მოინდომოს და მან უნდა უზრუნველყოს ის რადგან აი ამ სამ პრობლემაზე რადგან ახლა მე ვიტყვი ერთი პირველი პრობლემა თესლის პრობლემა ეხლა ჩვენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რომელიც ჩვენ საუბრობდით რა ძალიან დიდ საქმეს ახლა მე რა კი ვარ ჩარეული არ მინდა რომ თლათ ასე ვთქვა მაგრამ თვითონ ცენტრი რასაც აკეთებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი ერთი ეს არის სერტიფიცირება უკვე შემოღებულია უკვე არის სტანდარტები
მიღები შემოღებული, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია რომ მეთესლე აგრონომებს, რომლებიც მოინდომებენ რომ სათესლე ხორბალი იქნება, ქერი იქნება, თუ რაც იქნება, აწარმოონ, მათ საშუალება მიეცემათ რომ ამ სტანდარტებით იმოქმედონ. ეს ძალიან კარგი გაკეთდა. მეორე რომ არის თესლის ელიტური და სუპერელიტური თესლის დამზადების საშუალება, რომელსაც ჩვენი განყოფილება, ჩვენი სამსახური უზრუნველყოფს და ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ, არა მარტო მივაწოდოთ. აი ეს ამაზე ვფიქრობ მე, რომ ძალიან კარგი იქნება და იმიტომ ვამბობ, რომ თვითონ ფერმერზეა დამოკიდებული. უხეიროს რო დათესავ, უხეიროსგან უხეიროს მიიღებ. ამიტომ შენ უნდა იყო დაინტერესებული და გერმანიაში ახლა ისევ გერმანიას სამწუხაროდ ისევ გერმანიას მე არქი როგორი წესია იცით? კანონია იქ, წესი კი არ არის, კანონია. ფერმერი როდესაც არის თქვათ მაგალითად мама და მოკვდა შვილი თუ სპეციალისტი არ არის, მას მემკვიდრეობას არ გადასცემენ. ვაუ. ასეთი კანონია, თუ არა და შეამოწმეთ. სხვა ის ფერმერები სხვათაშორის მე რომ გითხარით, მათი შვილებიც მუშაობენ. ამიტომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული. თუ კი ვინმე დაინტერესდება, ხო, ჩვენ გვაქვს უამრავი მასალა, ეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ძალიან კარგად, აი ნაყოფიერად რო იტყვიან, მუშაობთ იმისაც რომ მივაწოდოთ მასალა, რომ მან თვითონ აწარმოოს სუპერელიტური თესლი. ძალიან მარტივია, ცოდნა უნდა მარტო. ესე იგი თქვენი რჩევი, თქვენ შეგვიძლია მივცეთ სათესლე მასალაც თვითონვე შეუძლია. კი ბატონო, თუ წაკითხვა არ უნდათ მაინდა-მაინც ციგნის მივალთ და ჩვენ ავუხსნით და ვეტყვით როგორ უნდა გაგა, თვითონ შეუძლია რომ აწარმოოს ისეთი თესლი, რომლითაც გარანტირებულად მიიღებს 3.5 და მეტ მოსავალს. არა 2.5, აგერ როგორც ბატონმა დავითმა თვითონ მე მეწოდება რომ კახეთის მიწაზე 2.5 ტონა მიიღოს ადამიანს, იმიტომ 2.5 ტონა რა არის? იცით, მე გეტყვით ახლა 2.5 ტონა ის ფასი, ის მოსავალია, რომელიც დაუფარავს ხარჯებს. ცოდვარადი წელი-წელი 36 თეთრი. ეხლა იანგარიში 36 თეთრი რო არის, 361 ტონა, 360 მეორე ტონა, ეს არის 720-ცა, ნახევარიც 180, გამოვიდა 900. 1200 ლარი ჯდება 1 გექტრის მოვლა პატრონობა აი ამ ხორბლის მოყვანისა. აბა როგორ უნდა დაფაროს, როგორ ცოდო არ არის, იმას გაცილებით მეტი შესაძლებლობა უნდა კონდეს, უფრო მეტი უნდა მიიღოს. ჩვენ დამუშავებული გვაქვს, აი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში დავამუშავეთ მოსავლის მიღების მეთოდოლოგია, დაურიგეთ მათ და კიდევ თუ კი ვინმეს დაჭირდება, მოვიდნენ, აგერ მოგაკითხონ თქვენ და ჩვენ ყველას უზრუნველყოფთ ამით. და მესამე იყო ქარსაფარი ზოლები. აი ეს მესამე ქარსაფარი ზოლები, ახლა ბატონმა დავითმა რაც თქვა, ახლა მე ეს ძალიან მეცნო, აი გიზით რო გითხარი. ჯეიზეტი 90 ჰექტარი რაც გააშენეს მთელი ამ წლის მანძილზე. სპეციალურად შეუძლია. არის ახლა მე გეტყვით, აგერ პირდაპირ გეტყვით, არავითარი მორიდების გარეშე. პირდაპირ უშვებენ რომ ის გაშენებული ისევ განადგურდეს. რატო ვინ აკეთებს ამას? გეტყვით ვინც აკეთებს. კი ბატონო. მაგრამ მე არ გახდეს ესა და ვინ აკეთებს და ვისაც მესაქონლეობა აქვს და ვისაც საქონელი ყავს, ის შეუშვებენ და პირიქით უხარიათ იმათ რომ ის ფუჭონ გააოხრონ რომ არ იყოს ბარიერი იმისათვის რომ არადას თუ კი ცოტა ხანს მოითმენენ 1-5 წელიწად ახლა აკაცია თქვა მაგან და არა იქ სხვა სამი სახეობის ქარსაფარები გააკეთეს რომელიც კენკრომანებით რომელიც თავარი რა არის იცით ახლა ჩვენ ალვის ხეს არ ვცემთ პატივს მსოფლიოში ალვის ხე ეს არის ყველაზე უკეთესი რემედიატორი ანუ ბიოტექნოლოგიურად ჰაერის გასუფთავების ყველაზე კარგი საშუალება არის ჭადრის მერე არა პირველი ეს არის ალვის ხე პირველი არის ალვის ხე აი ეს ალვის ხე ჯერ ერთი სწრაფის დაახასიათებს მერე არაჩვეულებრივი რემედიატორია და მერე საკმარისად დიდხანსაც ძლებს და მაღალია რაც მთავარია მაღალია ის თუ შეგიძლია აკაციას თუ შეგიძლია რომ 50 მეტრის მერე ისევ ხელახლა და მერე ქარი რო ახლა აი ეს ყველაფერი ხა მე რო ძალიან შორს წავალთ არა ძალიან საინტერესოა ეს აგრონომი ვარ რომელიც მიყვარს ჩემი საქმე და მე ვეღარ ვანებებ ხოლმე და ის რა არის ტალღა რომ მოხდება იმას სიმაღლე რაც აქვს თქვა მაგალითად აკაციას იმას რომ მოხდება ტალღა და გარკვეულ პერიოდზე რომ გადავა რა მე ის ქარი წარმოშობს ტალღას ბოლოში ის ტალღა მეუარესად აზიანებს იმ ადგილს სადაც ის ეცემა ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმ სიმაღლისა რომ მანძილი რაც არის მთლიანად დაფაროს თორე ტალღამ თუ დაურტყა შუაში ეს იმას ნიშნავს იმ შუაზე სულ ამოაგდებს ყველაფერს ამიტომ ეს ყველაზე უკეთესი კულტურა არის ალვის ხე ძალიან სწრაფად იზრდება კარგი
მედიატორია, კარგი ის არის და თანაც მაღალი რაკი იზნება თითქმის 100 მეტრამდე თავისუფლად ფარავს, ისე რომ ის ტალღა არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს შიგნით შემდეგ იმას. აი აქ მე ეს მეცხოველები მე მიუშვებენ ამას, ისევ ამოაგდებენ და აი ესეთ საძოვრად შესანიშნავად იყენებენ ამას. ეს ძალიან ცუდია და ყველას მოუწოდებ მე რომ საქონელისაგან დაწვა მარტო ის კი არა რომ თქვა ცეცხლისაგან დაიცვა, საქონლისაგანაც უნდა დავიცვათ და როგორმე ერთი მოინდომოთ ყველამ, ვაიძულოთ ერთმანეთი რომ როგორმე გავაშენოთ ეს და მე იმის სიკეთეს მე კიდე უფრო უკეთესად. ამან მე მეორე პრობლემა წარმოშვა, ეცეთ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბნული ეს ბიოცენოზი ისეთი რამე არის რომ რაღაც საოცრება არის, ეცეთ რა უნდა ჩახვიდეს შიგნით, თავი წარმოიდგინო თაგვად, არწივად, მათ რა ქვია ზაზუნად, რაღაცა ესეთ რაღაცებად, ჭიაყელადაც და მე მიხვდები რამხელა რამეს ნიშნავს ეს. ეკოლოგიური ჯაჭვიები. მთელი მინდვრები თაგვით არის მოდებული. ბოლო პერიოდში ვიღაცამ კი არა ცკიტიშვილი აკადემიკოსი რომ არის დაწერა და მართალია ეს რომ თუთიის ფოსფიდი ძალიან დიდ ზიანს აყენებს იმაზე. კი ბატონო, გასაგებია თუთიის ფოსფიდი არ უნდა შევიტანოთ იმისათვის რომ წამლავს მაგრამ მეორეა რომ თავს რა უყო მაშინ სხვა რაღაცა საშუალება უნდა და 1000 საშუალებები საშუალებები 1000 ბიოლოგიური თავის მტერი არის მელია ლომთაგორაში რო ვიყავით მელა რო გამოიქცა განხარებლები უყურებდნენ მელია მაგრამ თუ ამ ჩვენ ბევრსასუქს დაუყრით ის მელა ის ჭიაყელა ის ფრინველი რომელიც ამ ძორს ჭამს ის მოხდება მოდებული მთელ მინდვრებში რო არის როცა ქარსაფარი არის ქარსაფარში ბუდობს ეს თაგვი ქარსაფარში რო ბუდობს ქარსაფარს ეფარება ეს ფრინველი ის ფრინველი ზოგი უმრავლესობა ჭამს ამ თავს ესე იგი ის ბუნებრივი მტერი უფრო მეტ სარგებლობას მოგვიტანს ჩვენ ვიდრე ვთქვათ მაგალითად და ის თუთიის ფესვები რომელიც ჩვენ საკუთამლავს და თავსაც წამლავს არ გვინდა ხო გამოვიყენოთ მაგრამ მამის გარეშე რო არაფერი არ იქნება გამოვიდა რაღაცეები უკეთესი ბიოლოგიური საშუალებები რომლებიც შეიტანენ და ფილტვების ანთება ემართება გვერე გადამდებია ის და ერთი ამბავი ხდება მაგრამ ამისათვის აუცილებელია რომ ესეც იყოს ესეც იყოს ქარსაფარი მარტო ის კი არ არის რომ ქარი დაიცვას ქარსაფარი ქმნის იმ ეკოლოგიურ პირობას რომელიც უზრუნველყოს ფრინველის ცხოველის და მცენარის თანაცხოვრებას აი ამ თანაცხოვრებაში სამივე კარგად გრძნობს თავს ერთს რომ მოაშორებ დამთავრებულია ეგ მეორესთვის და მესამეთვის უკვე გაჭირებაა და მესამე პრობლემა გადაწვის აი ეს არის რომ გადაწვის პრობლემას რა უნდა ამ იმის აი ეხლა გეტყვით მე რა უნდა არის მეტებენ როდესაც წვავს თვალუშოთ მაგალითად და გადაწვი დავუშვათ 2 ტონა ჩალა 2 ტონა ჩალაში ღებულობს 6-7% ელემენტებს რომელიც სასარგებლოა ნიადაგისათვის ესე იგი 2 ტონიდან 7%. ეხლა მეორეს მოგიყვანთ აგერ ეს ბიოტექნოლოგია ისეთი რამე არის რომ ამის გარეშე თანამედროვე სოფლის მეურნეობა არ არსებობს. არც არასოდეს არსებობდა. ლეხმაც იცოდა ეს. მაგაზედაც გეტყვით მე ზღაპრულ ამბავს. ქართველების ნაკელის დამზადების ტექნოლოგია მიჩნეული არის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ბიოტექნოლოგიურ პროცესად. ქართველები ნაკელს სხვანაირად ინახავდნენ. არ ვიცი ხა თქვენ მოესწარით თუ არა ამაზე. მე ბებერი კაცი ვარ და მოვესწარი. არა, მეც მოვესწარი, ოღონდ რას ხო და როგორ იყო ეს იმას ჩაყრიდნენ აუცილებლად ორმოში, გარკვეული პერიოდის მერე ნამჯას აყრიდნენ, მერე აუცილებლად ფარავდნენ მაგალითად და ეს ბიოტექნოლოგიური პროცესი შიგნით რომ მიდიოდა ეს იყო გადამწვარი ნაკელი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იყო და ცუდს არაფერს არ შეიცავდა და ამ სარეველას თესლებზე ეხლა როგორც კი გამოიღებენ მას დახვეტავენ თავიანთ ბოსოს იმ წუთში გააქვთ მინდორში და ეს არის საწამლავი დამერწმუნეთ. ხო, აი ესეთი პროცესი და სწორედ ამის გამო აი ამ გადაწვის შედეგად თუ ჩვენ არ გადავწვავთ ამას უბრალოდ ჩავხნავთ შიგნით. რა თქმა უნდა, ამას ამბობდნენ გერმანელი ფერმერები. 75% ზღებულობთ. ორგანული მასა უკან უბრუნდება 65 და 2 ტონიდან 75% რამდენია იანგარიშეთ და 6-7% რამდენია იანგარიშეთ. და ზარალი რატომ უნდა გადაწვა? როცა ამდენი სარგებლობა შეუძლია. ეგ კი არა, მაგასაც გეტყვით. საზღვარგარეთ მაგალითად არავინ აღარ იღებს იმ ტუკებს
რომლესაც მე დაატუკვა უნდა, გატანა უნდა, რაღაცა და იყიდება ის და რაღაცა გარკვეული შემოსავალი არის, მაგრამ იანგარიშებ ის რაც შენ გამოიტანე, აი ასე არის 4 ერთთან ხორბლის შემთხვევაში 4 წილი არის ვეგეტატიური ნაწილი, 1 წილი არის მხოლოდ მარცვალი. აქედან ეს 4 წილი, რომელიც შენ გამოიტანე, ის გამოიტანე, რომ ნიადაგი გააღარიბე აი ამ 4 წილით. 5 წილით ფაქტიურად, მაგრამ 4 წილის უკან დაბრუნება შეგიძლია და ამას აკეთებენ უცხოეთში. იმას დააკუცმაცებენ ყველა კომბაინს აქვს ეგ მოყვება, osauga კლასი ჩვენ რო წეგავთ Twitter-ზე. სულ ყველას მოყვება. აბა ნახეთ, ერთს არა აქვს ახლა დატოვებული, ყველას მოხსნილი აქვს. იმიტომ რომ ნაკლები საწვავი ჭირდება რაღაცა და ეს კიდე უნდათ რომ ეს ჩალა გამოიყენოს. ის ჩალას თუ დაუბრუნებთ ჩვენ, სასუქის მესამედი დაგჭირდება შეტანა. ნიადაგი რომელიც მუშაობს 2 წელს არ ვიცი ვერ გეტყვით სულ ამას ყვირი ვარ სულ ამას წივი ვარ სულ ამას ზემოამახვილებ ყურადღებას წერ რაღაცა და რა ვიცი აბა სხვა რა გავაკეთო მითხარით და აგერ ვეუბნები მოუწოდებ თუ თქვენ სასჯელიც კანონით არსებობს კანონიც უკვე რომ არ უნდა გადაწყვეტ მე ჩემი ნაკვეთია ვინ უნდა დამსაჯოს როგორც მინდა ისე მაგრამ მას ურჩევ მე რომ ის 40% დატოვოს ნიადაგში და ის ნიადაგი მომავალწელს აუცილებლად მიცევს ორჯერ მეტ მოსავალს ვიდრე ეხლა ღებულობს. სხვა მეტი რა უთხრა მე. და არა მარტო მეხორბლებს ეს ეხება ეს. მარტო მეხორბლებს კი რა. ყველა ნებისმიერ 100-ჯერ უკეთესი მასას იძლევა მზეს უნზირა. მაშინ სიმინდში 9 ერთთან არის. აქ 4 ერთთან არის, იქ 9 ერთთან არის, 8 ერთთან არის. ანუ 8 წილი უკან თუ დაუბრუნებთ 8 წილით გავამდიდრებთ ნიადაგს ჩვენ ორგანული მასით. სიმინდის შემთხვევაში როგორ ხდება ეს უნდა არა მოიგო. ასევე იქ უცმაց. არა. დაკუცმაცდება. როგორ კუცმაცდება? ეს სულ პატარ-პატარა ნაწილად 2 თვის მერე უკვე ორგანიკად გადადის. არაჩვეულებრივია ეს მე მულჩს აკეთებს ეს ეხლა შირაქელებო მოგიწოდებთ რომ აუცილებლად ეს თქვენ დააკუცმაძეთ დატოვეთ და ის რაც ტენს შეგინახავთ თქვენ რა თქმა უნდა ის რაც თქვენ შემოდგომაზე ბარტყობას გამოიწვევს და ორჯერ მეტ მოსავალს მოგცემთ ის გაცილებით უკეთესია ვიდრე თქვენ რომ სასუქს დახარჯავთ და იმითი აიღებთ აუცილებლად ყოველ მიზეზის გარეშე დააკუცმაცეთ დაკუცეთ ის თქვენი ჩალა რომელსაც მოხსნილი გაქვთ კომბაინზე და გამოიყენეთ იმისათვის რომ ჯერ ტენი შეგინარჩუნოთ, შემდეგ კი ორგანული მასა გაცილებით მეტი მიიღოთ, ვიდრე თქვენ შეგაქვთ სასუქების სახით. აი ეს არის ამოსავალი წერტილი იმისათვის რომ ჩვენ ყოველთვის გქონდეს გარანტირებული მაღალი მოსავალი ხორბლისა. ამასაც გეტყვით 75-78 წლებისათვის სიღნაღის რაიონის საშუალო მოსავლიანობა ხორბლისა იყო 4.5 ტონა, მაშინ როდესაც ევროპაში იყო მხოლოდ და მხოლოდ 2.8 ტონა. დღეს ევროპაში არის 6.9 ტონა საშუალო მოსავლიანობა, ჩვენთან არის 1 ტონა, შარშან არ ვიცი დაიწერა 1.7 ძალიან კარგი ღმერთო მაგრამ შეადარეთ ახლა იქაური მაშინდელი მონაცემები ეხლანდელი მონაცემები და რამხელა კატასტროფის წინაშე ვდგათ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის აი იმაზე რაც სამი პრობლემა მე დავასახელე და იმ სამი პრობლემის გადაწყვეტა ყველა ფერმერს შეუძლია ძალიან ადვილად გადაწყვეტოს და ერთის პურის ხარისხი ბატონო რა ვქნათ ეს რა პურის ხარისხი ჩვენ ქართველები პურის ქვეყნის ხალხი ვართ და გვიყვარს გემრიელი, კარგი, ძარღვიანი პური, რაჭაში რო ცხება და ლეჩხუმში რო სუნი მისდით. აი ამ პურისათვის ისე აუცილებლად უნდა ვთქვა მე რომ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს, გვაქვს ქართული ჯიშები, ვამრავლეთ, სუპერელიტები გვაქვს. რა თქმა უნდა, ქვეყანა ერთი წუთით არ აშენდება, მაგრამ დაახლოებით ახლა წელს ჩვენ 5-6 ტონა, 7 ტონამდე ალბათ ახალციხის წითელი დოლი გვექნება. ალბათ გვაქვს კიდევ კახური დოლი, თქვენ რომ ძალიან ახსენეთ, აი წითელი დოლიო, დიკას გვაქვს, თეთრი დიკა გვაქვს, ამ გემსაც ვამრავლეთ და თანამედროვე გვინდა რომ ეს შევინარჩუნოთ. ახლა რა ხდება აქ
ცოტა სხვანაირი პრობლემა ქართული ჯიშმა უნდა მოგცეს ახლა როგორც არ უნდა იმასკნათ 2.5 ტონა ექსტენსიურებია ეს ჩვენი ჯიშები 2.5 3 ტონა ნახევარი შეიძლება მიიღოთ თუ კი კარგად მოუვლით მაგრამ 3 ტონა ნახევარი როგორც მე წეგან გიანგარიშეთ მოგებას მაინდა-მაინც არ იძლევა ამიტომ ფერმერი უნდა დაინტერესდეს რითი რომ როცა ახალციხის წითელ დოლს აწარმოებს კახურ დოლს აწარმოებს და ადგილობრივ ხორბალს აწარმოებს მას უნდა კონდეს კიდევ საწარმოო სადაც გამოაწყობს ამ პურს და შენახვის საშუალება უნდა კონდეს რომ ეს მარცვალი შეინახოს მთელი ზამთრის განმავლობაში და ნელ-ნელა აწყოს და 2-ჯერ 3-ჯერ 4-ჯერ მეტ მოგებას მიიღებს თორე იმან რომ თქვა მაგალითად ახალციხის წითელი დოლი მოიყვანოს ის აუცილებლად უნდა წააგოს წაგებაზე შეიძლება მუშაობა არ შეიძლება მაგრამ მეორე არის როცა პატრიოტიზმი გაგაჩნია ერთი საქმე და მეორე საქმე ორივე ერთად ბიზნესი გამოვა არაჩვეულებრივი თქვენ ჩვენ აგრო ტურიზმზე გვაქვს აქცენტი და პრეტენზია თქვენ ყავდათ აქ ლალი მესხი რომელსაც აქვს ისე და საკმარისად გერა ფრანგი კაცი ჩამოვიდა აქ გახსნა თავისი საწარმო ქართულ პურს აწარმოებს ქართული რასაც ქვია და ამითი დელავში და შესანიშნავი ბიზნესი აქვს ესე იგი ბიზნესისთვის ეს ძალიან კარგი საშუალება არის თან გითხარით ჭვავი მომრავლდა შვრია მომრავლდა ჭვავის პური ძალიან კარგია იმის პური კარგია მაგრამ ჭვავი თქვენ რომ თქვათ მაგალითად მარტო მოყვანა აწარმოოთ ეს აუცილებლად წამგებიანია მაგრამ როცა დაუშვათ თუ თქვენ ვერ აწარმოებთ აი თქვათ ლალი მესხისნაირ ადამიანს გაუამხანაგდები რომ მე ამას მოვიყვან შენ გაყიდე მაგრამ მოგება მარტო შენ კი არ დაიტოვო აგერ მე ამას მოგიყვან და 20 თეთრად მოგცემ მაგრამ შენ მე შენი გაყიდულიდან რაღაცა მეც დამიბრუნე იმიტომ რომ ბიზნეს ურთიერთობები რა თქმა უნდა ეს არის მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხალხს ესეთი ბიზნეს ურთიერთობები უფრო ნაკლებად აინტერესებთ უფრო აინტერესებს რომ აი მე დღეს რაღაცნაირად მივიღო ეს და ამ ერთ წუთში ბიზნესი არ კეთდება ეს არის მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში როდესაც კიდევ 1000 რაღაც ფაქტორები არსებობს და ახლა მაგალითად სალვაგარეთ ასეთი მიმართულება არის თავარია რომ მოსავლიანობა იყოს ახლა მე თანამშრომელი ყავს ესეთი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა ჩხუტიაშვილი და ის პირველ რიგში აუცილებლად წითელ მარცვლიანი უნდა იყოს რომელსაც მაღალი ხარისხი აქვს ეს სოფლიოში არ არსებობს სოფლიოში არსებობს მოსავალი რომ რაც შეიძლება მაღალი მოსავალი ქალბატონი ნანა ქართველია და მან იცის რომ ხარისხი ყველაზე მთავარი არის პურისა რა თქმა უნდა სხვა რამესაც ვარ პურის ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი უნდა კონდეს აუცილებლად წითელი მარცვალი როდესაც ამაზე საუბრობთ ჩვენ უცხოელისთვის არ არის მთავარი ხარი თავარი არის რომ იყოს მაღალი მოსავალი რაოდენობა და რა ხარისხი ხო ვიცით ყველაფერი ის არის რა ქვია რაც მაღალ მოსავლიანია ის დაბალ ხარისხიანია ხო და აქაც ასევე არის ზუსტად ეს როდესაც ჩვენ მოსავალზე ვლაპარაკობთ თეთრმარცვლიანი მაღალმოსავლიანია წითელმარცვლიანი დაბალმოსავლიანი ერთი ლუკიანენკომ შექმნა ისეთი ჯიში რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და მაინც ვერაფერი ვერ უგნეს რომ ხარისხიც მაღალი იყო და ესე მოსავალიც მაღალი იყო დანარჩენი არაფერი არ არის მაგრამ ამ ჯიშის პატრონი რომ მოუკვდა მე ეს ჯიშიც გადაგვარდა და დაიკარგა ეხლა ეს თეთრმარცვლიანები იმათ აქვს საშუალება რომ კონსერვატორებს უმატებენ იმას და აი ესეთ ხელოვნურს ჭამენ და იმიტომ რომ სუქდებიან და რაღაცა და ესა და ჩვენ არ გვიყვარს ეს გვიყვარს უფრო ნაღდი რასაც ქართული ქვია რასაც ნამდვილი პური რასაც ქვია და ეს მაღალ ხარისხოვანი პური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ და მხოლოდ აი იმ წებოგვარის დროს როდესაც ზეგან ბატონმა დავითმა რო თქვა რომ ჩაგვირეცხაო კი როდესაც წვიმები დიდი მაღალი არის მაინც მაგრამ ქართულ ხორბალში ვერავითარ შემთხვევაში 25-27-ის ქვევით ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოწევ წებოგვარას ის მაინც ყოველთვის ასეთი მაღალ წებოგვარიანი არის და ამიტომ ხარისხზე როდესაც ვლაპარაკობთ არა ჩვენ უნდა გავსაზღვროთ ასეთი რამე რომ დავგეგმოთ ისეთი ჯიშების თესვა რომლებიც მაღალ წებოგვარიანი არის მაგალითად შემოტანილი გვაქვს ჩვენ და იქ სწორედ იკარ
გარდასთან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ ჩვენ და გამოვიყვანეთ გამოვარჩიეთ რამოდენიმე ჯიში, რომლებიც მაღალმოსავლიანიც არის და ამასთანავე მაღალმოსავლიანიც არის, მაღალ ხარისხიანიც არის. მე რა არის ამ ხარისთან დაკავშირებით არის კიდევ სპეციალური სასუქების მიცემა. აი მაშინ ახლა როდესაც ასეთი წვიმები იყო, ხო? ასეთ დროს კარგი იყო, რომ თქვა მაგალითად შეტანილი იყო ნუტრივანტები, ამინოკატები, ასეთ იმას მაგალითად წელიწადში 10 ჯერ შეაქვთ. რო გითხარით 6.9 მოსავლის მიღება ასე იოლი ხო არ არის, არა? ისინი ძალიან ბევრს სწავლობენ, იმათაც კი არა აქვთ დალხენილი სოფლის მეურნეობა, მაგრამ მეორე არის რომ 10 ჯერ შეაქვთ. დამატებითი გამოკვება 10 ჯერ შეაქვთ და ჩვენ გავიანგარიშეთ და გონი გადავაჭარბეთ მოდიში ჩვენი დრო ამოიწურა პოლიტიკური რეკლამების როა რეჟისორი ინგა გურგენაძე მე მახსენებს ეს ისეთ საინტერესო თემა ბატონო ცოტნე საათობით შეგვიძლია ჩვენ ამის საშუალებას მოგცემთ გადაცემის სტუმარი იყო სოფლმეურნეობის სამეცნიერო ცენტრის მასშტაბური კულტურების კვლევის ცენტრის უფროსი პროფესორი ცოტნე სამადაშვილი გადაცემაზე მუშაობდი ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი ხმის რეჟისორი როგორც უკვე მოგახსენეთ ინგა გურგენაძე მომავალ შეხვედრამდე ფერმერის საათი